გაზანტიპის პრეზიდენტი დათო ზურაბიშვილი, შალვარამიშვილის შოუში, შალვარამიშვილის შოუ. მოგესალმებით, შალვარამიშვილის შოუ დაიწყო. მთავრობის კანცელარიასთან გაიმართა აქცია მარიხუანას დეკრიმინალიზაციის მოთხოვნით. ესე იგი, პირველად ნახე საყურებიან, პომპონჩიკებიანი და ძველი ბიჭების ასეთი ალიანსი. ჭიკაიძემ გადმოხედა აქციას და პრემიერს კითხა, ხო არ დავშალოთ ეს აქციაო და ღარიბაშვილმა უპასუხა, 10-დე 2 საათი კიშკა გაეხსნებათ და თვითონ დაიშლებიან. აქციასთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთი განცხადება გააკეთა, სანამ ჩვენ ხელისუფლებაში ვართ, მარიხუანას დეკრიმინალიზაცია არ მოხდებაო. ესე იგი, კაკ მინიმუმ 2 წელი. კაკ მინიმუმ. ახლა წარმოიდგინეთ, რომ გავიდა ეს 2 წელი, მოხდა დეკრიმინალიზაცია და ნახოთ რა დღეში იქნება ჩვენი ქვეყანა. საინფორმაციო გამოშვება. ინდონეზიის სანაპიროს ხარიშხალმა გადაუარა, ზარალი 2 მილიონ ევროში ადგეს. მოსახლეობა სასამართლო პროცესი თქვენ მოგესაჯათ 15 წელი. რამდენიო? 15? 15. და სახალხო დამცველი აი ასეთ ვიძე იქნება რა. აუცილებელი არის გამოძიების დაწყება, იმიტომ რომ გამოძიება ყველაფერს გასცემს პასუხს და რაც დაგვიანდება და გაიწელება ეს პროცესი, მე ვფიქრობ კიდევ შესაძლოა ამან უფრო მეტი კითხვის ნიშნები გამოიწვიოს. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ცოტა ხნის წინ ჩაატარა პრესკონფერენცია, სადაც ბევრი რაღაც ილაპარაკა. მინდა მას გამოეხმაურო. მაგალითად, ირაკლიმ განაცხადა, რომ 100 ქარხნიდან 70 უკვე გავხსენითო. ჩემო ძვირფასო ირაკლი. მოდი რა გაერკვიეთ რა. ან მარიხუანას დეკრიმინალიზაცია მოახდინეთ, ან ასეთი რაღაცების დაჯერებას ნუგთხოვთ რა ძალიან. რამე ხენ. მან აგრეთვე განაცხადა, რომ ვერც ერთ დაპირებას ვერ მეტყვით, რომელიც არ შევასრულეთო. მართალია ეს კაცი, ახლა რო უკვირდები, ხო თქვა კაცო ბიძინამ, პირველი წელი ძალიან რთული იქნება, მეორე წელი რთულიო, რა გინდა ასრულებენ დანაპირებს რა ასე. ასრულებენ. რუსთავში ხდება ძალიან ცუდი რაღაცეები, ჩემო ძვირფასო ტელემაყურებლებო. ერთ-ერთი ოჯახის წევრები ირწმუნებიან, რომ ცეცხლი საიდანღაც გაურკვეველი ადგილიდან ჩდება მათ ოჯახში, ისმის ხმები და პატარა ბავშვი ამ ოჯახის წევრი ხედავს წვერებიან მწვანე ჭინკას. ეროსი, ჩემო ძვირფასო, იგებ ისედაც, იგებ, არ გინდა ეგეთი რაღაცეები, არა. უბრუნდებით ისევ პრესკონფერენციას, პრემიერმა აგრეთვე თქვა, რომ ცოტა ხანში ნაცებს პლანტაციაში ვამუშავებთო. ხედავთ ხალხო, ისევ ნაცებს ასაქმებენ, ისევ ნაცებს. არც პირველი ნაციონალი მიხეილ სააკაშვილი ისვენებს ამ დღეებში იყო ვარშავაში, შეხვდა ბარაკ ობამას, მედიამ გაავრცელა ეს კადრები, თუმცა უხმოდ ხმა არ იყო ამ კადრებში. ჩვენი შოუ, რის ჩვენი შოუა, რომ არ მოეპოვებინა ეს კადრები, ოღონდ უკვე ხმით. ნახოთ სინამდვილეში რაზე ლაპარაკობდნენ ჩვენი ყოფილი პრეზიდენტი და მოქმედი პოლიტიკოსები. დავაბრუნეთ რა. ისე მოუწევი როგორც მეტყვით. ჯერ ერთი აქვინ შემოგიშვა და მეორე შენ ეს არა ხარ ბიძინამ რომ მოგიგო. მოგიგებ და აბა მაგას ხო ძალიან ბევრი პული. მაგას მართალი ხარ. არაფერი გამოვა. დავაბრუნე რა და ყველაფერს გავაკეთე.
მოდი ასე მოვიქცევთ. ძროილ მონებზე მენუ შემაწუხებ. აგერ ჯონ კერისთან დატოვე CV, სადღაც აქ უნდა იყოს და ზეგ დაგერეკა. ობამამ CV ჯოდისთან დატოვე. აუ მაგან ხომ მომკლა ყველა წყალწაღებულს ჩემთან აგზავნა. უკრაინაში ხო დაერქვა თამას. სხვა ჯერს რჩევებს მევაძლებ. აბა დაერქვა მაგას. ვაში მე სხვაში ვაწუხებ. გამარჯობათ, კერიმ გამოგიშვა. დამობრუნდეთ რა. გამობრუნდეთ. გვერდით მივწადით. თქვენ? ვერავე ოფიციანტი ვარ. სამსახურს ასაკეთ, შეედვიცი დაბრუნდებელი ხარ. დამობრუნდეთ რა, ვინმე. ხალხი არა ხარ. შალვა ნათელაშვილმა განაცხადა, რომ არჩევნების დღეს 9 ბალიან მიწის დრას მოვაწყობო. ნაცები იძახიან ჯოჯოხეთს მოვაწყობო. ნარმანიან ხანძარს ჩავაქრობ არჩევნების დღესო. ღმერთო, მშვიდობით გაგვითენი არჩევნების დღე. აი ასეთი იყო ჩემი მონოლოგი, სხვა რაღაც დამჩენია, თუ არა მივიდე და დავჯდე ჩემს ადგილას, ჩემს შოუს მუსიკალურად ამფორმებს დათო ფორჩხიძე და ჯგუფი Rolling Stones-ი. მადლობა დათო, შენ მართლაც Rolling Stones-ის ისა ხარ. ვოკალისტი. კარგი. ჩვენი შოუ მინდა რომ იყოს შემეცნებითი, მინდა რომ ქართულ ხალხს მოქალაქეებს ვასწავლო ზოგიერთი უცხოური სიტყვა. მაგალითად, ეს სიტყვა მინდა ვასწავლო დღეს ჰეტეროსექსუალი. ჰეტეროსექსუალი კაცი არის კაცი, რომელსაც აქვს ლტოლვა ქალისადმი. ხოლო ჰეტეროსექსუალი ქალი არის ქალი, რომელსაც ლტოლვა აქვს კაცისადმი. გასაგებია, ხო? საჭიროა ასეთი გაკვეთილები და თუ რატომ არის ეს საჭირო? ამას გაიგებთ ჩვენი სიუჟეტიდან. 12 ივნის თავისუფლების მოედანზე არის ჰეტეროსექსუალების აღლუმი. რას ფიქრობთ ამაზე? არ ვეთანხმები მაგ აღლუმს, იმიტომ რომ უფროსი თაობის ადამიანები ძალიან ცუდად უყურებენ. ეს რა საჭიროა ეს აღლუმი ერთი და მე ასეთი სექსუალობა და ასეთი რაღაცეები. თუ სექსი გინდა, გააკეთე სადაც გინდა, მაგრამ ასე აფიშირება რა საჭიროა მის? შემოზით ქართულ მეტალიკას არ შეესაბამება რა ედიციის. შენ გეყოლებოდა ჰეტეროსექსუალი შეყვარებული? არანაირი შემთხვევაში. თავისუფლების მოედანზე ჰეტეროსექსუალები ატარებენ აღლუმს. ახლა მომწდი რა დამიდეთ. წადი მეთქი, მიუღებელია ყოველ შემთხვევაში ჩემი თაობისთვის. შეიძლება მე სუბიექტური ვარ ამ შემთხვევაში, მაგრამ როგორც ლექტორი, როგორც ამასდელი წლების მანძილზე ილია ჭავჭავაძის უნივერსიტეტის მე პირადად ვარ. არ შეიძლება ვლოგარ ბავშვები ხედავენ და რა მაგალითი უნდა აიღოს საერთოდ ვინმე. ჰეტეროსექსუალ გოგოსთან თუ ექნებოდათ ურთიერთობა? არა. რატომ? არ არის ჩემთვის მისაღები და მაგითო. ჰეტერო რა. აი გავალთ და დავარბევთ რა. გავალთ და დავარბევთ. ჰეტეროსექსუალი მეგობრები ხარ? არანაირად. შეყვარებული თუ გეყოლებოდათ ჰეტეროსექსუალი? არანაირად. რატო? აი ეს რატო უნდა მყავდეს? საქართველოს მთავრობამ აკრძალა ქალიშვილობის აღგენის ოპერაციები. ბოდიში და ოპერაცია გაიგეთოს და ისევ ქალიშვილი გახდეს. მაინც ხო უნდა იწვალოს მე. არ ვიცი, იცით, ანუ 21 საუკუნეა და ვერ გეტყვით ვერაფერს ზუსტ პასუხს. ანუ ზოგისთვის მისაღებია, ზოგისთვის არ არის მისაღები. რატომ დაიწალებოდეს? ეს ხშირ ადამიანი აღდგენა უნდა იმ პატიოსების და აღუდგინონ რა პრობლემა ჰქონდეს. ქალიშვილობი ძალიან სუდია, ძალიან. Now. ჩვენი გადაცემის ყველაზე მშვენიერი წევრი, შემოქმედებითი ჯგუფის მშვენება, მარგო ლუჩკო.
მოდი, რა არის? რა სიმღერებს მღერი, რა არის? Что это за безобразие? Сад იყავი, მითხარი, აბა მოყევი. ჭინჭარი, ხო იცი რა არის? ჭინჭარი, კი. ჭინჭარი თუ ჭინჭარი? მან სხვადასხვა არის, ჭინჭარი სხვა არის და ჭინჭარი სხვა არის. ჭინჭარი გიდება? ხო, რა მე, ვიცი რა არის, მე. ესე იგი, მე ვიყავი ამ კვირაში ორ აქციაზე. კი ბატონო. ერთი არის ჭინჭარის აქცია, მეორე არის ღვინის აქცია. ისი აქცია? ჭინჭარის ესე. კოდოვე ნაзвание, ხო? სად უფრო მოგეწონა? ესე იგი, შენ იყავი ღვინის ფესტივალზე და იყავი მარიხუანას დეკრიმინალიზაციის მოთხოვნის აქციაზე. სად უფრო მოგეწონა? იქით იყო მუსიკა, ბევრი ხალხი. სად? ჭინჭარზეც და ღვინოზეც, ხო. მაგრამ ღვინოში გვაძლევენ საჭმელს და სასმელს. ჭინჭარში არ გაძლევენ? არა. ჭინჭარში გაძლევენ 7 წელს, ხო? მოკლედ, ჭინჭარი უფრო მოგეწონა, ჭინჭარი თუ ღვინო? იცით რა არის, შედარებას ვერ გავაკეთებ. ვერა, ის სხვა არის, ეს სხვა არის. შეთო ჭინჭარი გაგისინჯია? არა, რა არის ჭინჭარი? აი, მოკლედ, რაღაცას მაბოლებ აქ. მოკლედ, მარგო ლუჩკო, როგორც უკვე გითხარით, იყო ღვინის ფესტივალზე და იყო მარიხუანას დეკრიმინალიზაციის აქციაზე. ჯერ ვნახოთ მარიხუანას დეკრიმინალიზაციის მოთხოვნის აქცია, შემდეგ ღვინის ფესტივალი, შევადაროთ ერთმანეთს, იმიტომ რომ ეს ხო ცნობილი თემაა. ღვინის მსმელების და მწერლების დაპირისპირება და შედარება. ნახოთ რომელი ჯობია სად უკეთესი გამოვიდა. მარგო ლუჩკოს რეპორტაჟი. ეხლა ვარ კანცელარიის წინ, მსვანე ბოთოლის აქციაზე, მსვანე აქციაზე და უნდა გავიგო ადამიანების აზრი, რას ფიქრობენ დღევანდელ პოზიციაზე საქართველოში. როგორ ახარ? კარგად. რა შვებია? ნიანგს ხედავ? არა. აბა რა არის? არაფერი მუსიკას ვუსმენ. ნიანგი თუ დაფრინავს? ნიანგი არ დაფრინავს. და რისთვის მოხვედით აქ? და მე მინდა გითხრათ რომ ფრიზელი ვარ და ესეთ არა. ნიანგი თუ დაფრინავს? ხანდახან ნიანგიც დაფრინავს თუ დაკავებული არ აქვს საჰაერო ხაზი ბეგემოტებს. მაგარია ძალიან. ნიანგი არ დაფრინავს. ადამიანებისგან განსხვავებით მან ვერ გააცნობიერა რომ შესაძლებელია ფრენა. ნიანგი აბა დაფრინავს კი. და სპილოს ხეზე ხტუნავს, თუ საჭიროა. აბა რა. პატრულის ნომერი ხომ არ გაქვს? კი 162. მართლა იცით? რა თქმა უნდა. დაურეკო? დაურეკოთ. პატრულის ნომერი თუ იცი? 111 ეს არის გაერთიანებული ყველაფრის, როცა რამე გჭირდება სასაბო დაწყებული პატრული დამთავრებული, ამიტომ დარეგეთ 111-ზე. პატრულის ნომერი არ იცი? პატრულის? არა. რატო? ბალახზე თუ გიყვარს ჯდომა? ბალახზე მიყვარს ჯდომა კი. ბალახზე ჯდომა თუ გიყვარს? რომელ ბალახზე? მოდი ჩემთან ცოტა ხნით. მოდი უნდა ჩავწერო. ბალახზე თუ გიყვარს ჯდომა? ბალახზეც მიყვარს ჯდომა და ბალახსაც უყვარს. უყვარვარ მე. როგორ ფიქრობ, ვერტალიოტები არიან ტანკის, დაღუპული ტანკების სულები? ბატონო? როგორ ფიქრობ, ვერტალიოტები არიან დაღუპული ტანკების სულები? არ ვიცი, ესე სულების არ მჯერა, რომ რაღაცა ვიღაცის სული არის. შეიძლება ვერტალიოტი არის ტანკის სხვა განზომილება. Suarez, Jochit Khazeda, Zinus Vistasa, Midis Khazeda. Vaime, sad zavide zusat ar vitsi. იქ სადაც ღვინო. ესე იგი, всё. ჭიქა მაქვს, ღვინო მაქვს. ესე იგი მითხარ, მადღე გძელეთ. ლექსით, რვანობრი თუ ლოთობცაზე მთვარემ შუქი დალეა, ელიზე შარეთია ზამბარე დღვინით მთვრალეა, შარაფის მუზა გამოუცადე დიდი ხანია, თუ გავაფრინე ჩემო სიცოცხლე, შენი ბრალეა. Do you drink wino in women's shoes? Have I ever drunk wine in women's shoes? I possibly could, but I've never drunk out of a no. რომელსაც მისიდან ყველაზე განსაკუთრებულსაც მისიდან სვავდი ღვინო. თასიდან არის კარგი. ქალისფეხსაც მე ნაცდილობდი? არ გამისიჯობს? რატო? ვცადოთ? მიდი ახლა. ეხლა ვცადოთ?
რავი, კარგი ვცადოთ. რომელი უცხო საცხისი და სვავდით ღვინოს? აი ფეხსაც მელებიდან ან რაღაცა. ჭიქა. აი კანცით არაფერი ესეთი. კანცი დამილევი ახლა. არა უცხო რაღაცა ლამპის შუშა. კანცი ყველას დაულევი. აი ორი ჭიქა ერთად მაგალითად. ღვინო დუდუკი და ქალები არ მოგვიშალოს. სრულ მაგრებს ღმერთმა. ძვირფასო მეგობრებო, წინა გადაცემაში ჩაუყარეთ საფუძველი ერთ საინტერესო რუბრიკას, მუსიკალურს. ჩვენ მუსიკალურად გავაფორმეთ ახალი ამბები. ახლა პოლიტიკოსების გამონათქვამებს გავაფორმებთ. მაშასე ვიწყებთ. შეუძლია გიფიქროთ და ეზრონ ესე რომ თბილისის მერი აუცილებლად თბილისელი უნდა იყოს, თუმცა არ დაგვაუწეს რომ თბილისი არის საქართველოს დედაქალაქი. ამიტომაც და დისკრიმინაცია არის დაუშვებელი ნებისმიერ ადამიანს, რომელსაც აქვს ამის შესაძლებლობა, ნებისმიერ ადამიანს, რომელსაც ეს შეუძლია რომ გააკეთოს, მოაწესრიგოს და ასე თანაბარი შესაძლებლობები უნდა ჰქონდეს. თუმცა მე ყველას აზრს პატივს ვცემ და მათ შორის იმ ადამიანების აზრს ვცემ პატივს, ვინც ფიქრობს, რომ თბილისის მერი აუცილებლად თბილისელი უნდა იყოს. რა თქმა უნდა, არა აქვს მნიშვნელობა სად დაამთავრე სკოლა, სად დადიოდი შატალოზე, მუშტაიდში თუ სოფელში, პანტის საკრეფად, ვინ გიყვარდა, თებროლე თუ ტუსა, თავარია, ვინ დგას შენს გვერდით. დაგვასახმე მოგვემანი მანია, ხებს ჩვენ თვითონ დავრგავთ დარმანია. მილიონის დარბა წარმოუდგენელია 3 წლის განმავლობაში, რეალურად 3 თვით სამი თვეში ირგება მხოლოდ წლის განმავლობაში და მილიონი ხერო დაიდგას. თბილისი უნდა იქცეს ტყე, ხო? და ამ ტყეში არჩევნობა გადაწყვიტოს, მელია უფრო კარგი მენეჯერი იქნება და გარმართება. რა მაგრად იხუმრე მელია. ესე იგი, შენ თავს კარგ მენეჯერს უწოდებ. მოდი ვნახოთ, როგორი მენეჯერია მელია. რას აკეთებს მელია? ტყეში დაარბის და სუნსულობს, ბარტყებს იპარავს და საკათმეში იპარება მელია. ხუზღებულობდი ხოლგან და ეხლა 4 მომეკუთვნა და ძალიან კარგია 4 და არა 5. 20? გადასარეთ 5-ია. არა, ქალბატონო ასმათ. არა უშავს რომ შეგეშალოთ. რა მნიშვნელობა აქვს რა ნომრით წააგებთ 4-ით თუ 20-ით? ბოლოს და ბოლოს თქვენ ხომ ჭრიჭინას უბადლო შესრულებელი ხართ. თუ ის ლეილა აბაშიძე იყო რადო შენი მერობა ასმათი ძნელები გაქვს 180 ასათი რატო ზურაბიშვილის ნივთების მტრევა და დებურთვაური რეკლამის შემდეგ. ჩვენი გადაცემის სტუმარია ბატონი დათო ზურაბიშვილი.
შენ თანამედროვე მუსიკა, არა, უბრალოდ აი 70-იან წლების მუსიკა გიყვარს, ხო? პრინციპში 80-იან და 90-იანებზეც აი ეს რა ჯგუფი იყო, აბა ნახოთ. ეს რა ჯგუფი იყო? აი ეს. არ მახსოვს ახლა მართალი. Earth, Wind and Fire. ეგ არ ახსოვს არ მიყვარდა მართალი. არა, ხო? არა, რატო კითხე, იცი, მე მეგონა კარგი მუსიკაო, მკითხავდი, იმიტომ რომ ეხლა ხო არჩევნების პერიოდი და რა იცი, საბურთალოზე Earth, Wind and Fire-ს ფანებმა ვარ. აი ვიცი, საბურთალოზე თუ დარჩა Earth, Wind and Fire-ს ფანები, ახლა ეს მაინც უფრო იქნება, ნუ საშუალოზე მაღალი ასაკს. იმათ უფრო ეხლა პენსიები და ესეთ საკითხები აღელვებთ. კარგი. აი, გადავხედე შენს შემოქმედების ბიოგრაფიას, უბრალოდ შენს სამოღვაწეო ბიოგრაფიას და პარლამენტის წევრი იყავი მე, მინისტრის მოადგილე. ეხლა საკრებულოში იყრიკენს და რაღაც რა. მინისტრის მოადგილე. ნუ ეხლა თუ ჩავთვლით იმას, რომ მინისტრის მოადგილეების მე არაფერი არ ვიყავი და ჩვეულებრივად ვიყავი. ეხლა ისევ ზევით მივდივარ. საბურთალოს საჭირდება. საბურთალოს ძალიან ბევრი რამე ჭირდება. ერთი ყველაზე მთავარი, აი, ჰოპ, შეგიძლია გააკეთო, რას გააკეთებდი, აი ესე. ასე თუ შეიძლება, მაშინ საერთოდ უნდა დაანგრიო და თავიდან აში. არა, ესე. აბა ეხლა როგორ ეხლა? და ყველაფერთან ერთად გიყვარს კომპიუტერული თამაშები. სროლები. ჩუ, ეგეთი თამაშები. ხო გიყვარს? შეიძლება ითქვას ასაკისთვის შეუფერებლადაც კი მიყვარს. ანუ მთელი ღამე ჩამჯდარ ხარ და გითამაშია? ახლა ამ ბოლო დროს აღარ ცალია მაგისთვის მაგრამ. აი როცა გეცალა. იყო დრო და მომენტი. მე მაგალითად როცა თამაშობდი დღე მესიზმრებოდა, აი დღე მეზმანებოდა ეგეთი რაღაცა და სულ მეშინოდა კუთხეში შეხვევის სადღაც ან მონსტრის გამოვარდნის და არის ხოლმე ნარჩენი ეფექტები აქვს ხოლმე ამას, ხო? არ ვიცი ხა მე მაგდონემდე არ მესურვა რაღაცა, მაგრამ ნუ კი საკმაოდ გადაცებული ვიყავი ერთ პერიოდში, საერთოდ აი როდესაც ოპოზიციაში წავედი ერთ პერიოდი ნაციონალური მოძრაობიდან და ნუ ხა ის პერიოდს იხსენებდნენ თავისუფლების ინსტიტუტში რო ვიყავი და ერთ-ერთმა თქვა მაშინ რომ ეგო თავისუფლების ინსტიტუტში არაფერს არ აკეთებდა, მთელი დღე იჯდა თამაშობდა კომპიუტერზე. და ამაზე გამახსენდა, ეხლა რომ ასე ყოფილა შემთხვევა, რომ ღამის 2 საათზე დაურეკავდი და უკითხიათ, ეხლა ბიჭო, იცი რა არის? აი ეხლა გავიჭედი, აქ ვიღაც სამთავიანი ტიპია და ვერ გავწდი ვერ. ის დაურეკა. გიგა ბოკერიას, მაგალითად. მე ასწავლე შენ სამთავიანი და 4 თავიანი ტიპები დაბრედვა და შენი ბრალი ყოფილა ესე იგი. ასე ხდება ხოლმე. მე თვითონ იქცევი ახლა მე 9 თავიანდებებად. კარგი. ისევ გვისმენენ შენი აზრით? არ მგონია. არა. არა მგონია თუ გამორიცხულია. მოსმენები არის სერიოზულად პრობლემური რა. რატო? იმიტომ რომ ქართველებს ძალიან უყვართ ბრავირება რაღაცებს. აი თავის მოწონება. ზოგჯერ ძალიან გადაჭარბებით ლაპარაკი და შეიძლება რაღაც ძალიან ბევრი თუ უსმენთ, ძალიან არასწორი წარმოდგენა შეგექმნას იქიდან მე დასკვნა გამოიტანო სულ სხვა. შეიძლება იყოს ტრიპაჩობს და არ არის ეს. პოლიტიკოსებს რომ უსმენდნენ ასე მუდმივად და ჩართული მყავდეს ვიღაცა ტელეფონში ნახდათ არ მჯერა რომ ეგრე. ტელეფონი საერთოდ შენი პოლიტიკური კარიერის თამდევი რამაა. მე მახსოვს ამბავი რომელსაც ყვებოდი შენ და რამოდენიმე შენი მეგობარი წყვებოდა ტელევიზიით ეს არ მოგიყოლია აი ამ ტელეფონთან დაკავშირებით ეს იყო 2007-ში აი ეს ამბავი მოგვიყევი ძალიან მაგარი ამბავი ხო 2007-ში იყო ასეთი ამბავი 2007-ში როდესაც ოპოზიციაზე ვიყავით უცებ არ ვიცი ახლა ეს რატომ ხდებოდა და რა მიზნით მაგრამ ხდებოდა ეგეთი რამე გვირეკავდა რაღაც უცნობი ნომერი რეკავს მაგალითად ესეთი აბსოლუტურად უცნობი ნომერია ავიღე დატო ხარ ვიღაც ძალიან შინაურულად ესე აი შეიძლება ითქვას ფამილარულად გელაპარაკე აი თვითონ დიდი ხნის ნაცნობი დატო ხარ ბიჭო ხო ვეუბნები ვინახა რომელი ხარ რომელი ვარ და შენი დედა და იწყებოდა გინება არ ჩერდებოდა ისტერიულად გაგინებდნენ შენი დედა და შენი და კაი გამოთიშავდი მე კიდე რეკავდა ვიღაცა სულიად სხვა იმით რაღაცა მაგალითად აი მას ნიკოს თხოვეთ ნიკო არ არის, აბა რომელი ხარ თქვენ ახლა რო ეტყოდი ვინ არის, ხო და შენი დედა და რაღაცა. და არა მარტო მე მირეკავდნენ ასე. ასე ურეკავდნენ იმ დროს ახლა ოპოზიციაში ვინც ჩანდა ყველას. აბსოლუტურად ყველას ასე ურეკავდნენ, აგინებდნენ. მაგრამ ჩვენს დავინტერესდით ვინ არის, რა არის, რა ხალხია, ვინ არის. ნომერი ჩანს. ნომერი ჩანდა რაღაც. რო გადარეკავდი უკან არ პასუხობდა, ამბობდა რომ ეს ნომერი არ არსებობს. მე მივედი ახლა კითხეთ მაგთიში ჯეოსტელში და ნუ გითხრეს რომ ეს ნომერი წაღებულია შსს. შეიძლება საქმე და სამინისტრო, ნუ ეგრევე გახდა ცხადი რაც ხდება. მე ეთქობა რაღაც ეგეთი სპეციალური განყოფილება იყო მაგინებლების, არ ვიცი რა დავარქვა. ყველაზე მაგარი იყო მე იწყება რომ ეს და რაღაც პერიოდში მორჩა და ეთქობა მე თვითონაც ახლა ასე უბრალოდ დაურეკე შეაგინეს, მოსაწყენი იყო და ეთქობა იქ ჩაერთო რაღაც კრეატივი. რაღაცა კრეატიულად ეგინებიან, რაღაცა კაი რაღაც სპექტაკლები დაედგა და იყო ასეთი შემთხვევა მაგალითად ბეჟან გუნავას მოვიდა. ესეთი ოპოზიციონერია, ნუ იმას მოვიდა ასეთ რე ურეკავს ვიღაც ტიპი, ადრე ურეკავს და აგინებს.
მე მეორე დღეს დაურეკას და ეუბნება რომ ბატონო ბეჟანო მე ის კაცი ვარო გუში რომ დაგირეკათ და გაგინათო. ხო მერეო ამან კითხა. ხო მერეო ესე იგი აი მე მოძვართან ვიყავიო მოვინანიო და იმან მითხრაო დაურეკე და ბოდიში მოვხადეო. ხო ას მოლობა ეგრევე დაადნა ეს ბეჟან გუდა ესეთი და აი კაცო რა მოხდაო ის არ მოსლიაო თუ მოინანიო. ხო და თუ მოვინანიე და შენი დედაც გაგძელა გინე. ეს არაფერი კიდევ უფრო მაგარი შემთხვევა იყო თინა ხიდაშელზე. ეს ძალიან მაგარი იყო ესე იგი. ნუ თინა ხიდაშელზე ასეთი რაღაც იყო რომ თინას ურეკავს ვიღაცა ასეთი და ეუბნება ეგეთრებს თინა ირაკლი ვარ მელაშვილიო. ეს ხდება როდის ახლა მიტინგი იწყება. და თინა ირაკლი მელაშვილი დგას თინას გვერდით. ის რო ურეკავს ირაკლი ვარ მელაშვილი ეუბნება თინა ეგრევე მიხვდა ვინც რეკავდა და პასუხად იყო ასეთი რომ ხო და თუ ირაკლი ხარ და შენი დედაც დაასწრო და იმან იქიდან ვაუ თქვა ესე ყოჩა ხო ბალადეც მეც გამიკეთეს ეგეთ სერიოზული ხა არ ვიცი ეს ვიღაცა მაზოხისტი იყო ვინც მე გამიკეთე იმიტომ რომ დამერეკა ხამის 2 საათზე ამის 2 საათია თუ 3 აი ზუსტად კომპიუტერზე ვზირო თამაში ხო არ ცალია მუშაო ნერვებს ვიწყნარებ და ძალიან ძიმე სიტუაცია 7 ნოემბრის შემდგომი და ნუ მირეკავს ვიღაცა ხამის 2-3 საათზე ვიღაც ტიპი და ძალიან ისეთი ნომერი არის გძელი ძალიან გძელი საზღვარგარეთი და რო გირეკავე თითქოს რა ხო და რო ავიღე ხმაც ისეთი აი თითქოს შორიდან მოდის აი თითქოს გელაპარაკება ვიღაცა ეფექტს ქმნის შორიდან მოსული ხმის და მეუბნება რომ ბიზინა ვარ გიორგობიანიო და ახლა მაშინ ბიზინა გიორგობიანს არ ვიცნობდი კარგად ახლა სატყეო დეპარტამენტს უფროსია მაშინ ემიგრაციაში იყო გერმანიიდან რეკაო სხვისი ნომერი ვერ ვნახეო თქვენი ნომერი გავიგე შემთხვევითო და აი გირეკავთო რაღაცა აი ბატონო ვეუბნები გამარჯობათ რაღაცა ხო და რა ხდება მაგ როგორ არის მოვიშორებთ ამას რაღაც მეკითხება ნუ კი ვეუბნები ალბათ ძალიან ისეთი ლაპარაკი მიდია კაი ხანი მე ლაპარაკ ძირითადად ლაპარაკობდა თვითონ ერთი ნახევარი საათი ლაპარაკა რაღაცა აი როგორ ენატრება საქართველო და როგორ უნდა ჩამოსვა და მე ნამდვილად ის მგონია რა ეჭვი არ მეპარება რომ ის მელაპარაკება იმიტომ რომ რაღაცა ხმაც გავს ახლა ამდენი ხანი კაცი გელაპარაკება ხამის 2 საათზე რა უნდა და რაღაც ასეთ ლაპარაკში რო ვარ და მე ძალიან ისე მოკლე პასუხებით ვიფარგლები და ის ზლად ლაპარაკობს ხო და ბოლოს მე ვonder გინდა ლექსი გითხრაო რაღაცა იმიგრე ცოტა იმიგრე ალექსი მოუნდა და რა ალექსი უნდა მითხრა რა ალექსი უნდა გითხრა და ავაგდე კოჭი და შენი აი და გინება აი ვაშენ ფიგაი დეტი საქმე არა გაგშიჭი ეხლა სად არის ეს ხალხი ეხა უგულავას ურეკავენ და მოკერია მაგათ ეხა დასაკარგი ხალხი არ არის და გამოყენებული იქნება არ ვიცი სად არის ძალიან კარგი არ მინდა უსაჩუქროდ გაგიშვა შენ ხარ ბედმა გაგიღიმა და ხარ პირველი სტუმარი ჩვენი გადაცემისა რომელსაც დავაჯილდოვებთ დაახლოებით 5 ნივთით 5 საყოველთაო ნივთით ხომ მოგწონს საყოველთაო ნივთი 51 ჯობია 5 მაგრამ ნუ კარგი 51 საშუალება ჯერ არ გვაქვს მაგრამ 5 საყოველთაო ნივთი შენ მეუღლეს ვიცნობ და ძალიან გაუხარდება მათ შორის არის ტელევიზორი შენ ხარ ჩემი ბატონი წვენების საწური ტოსტერი ტელეფონი მობილური და ასე შემდეგ მაგრამ გვაქვს ერთი პირობა დასაწყისში უნდა გითხრა რომ ვინ დააწესა ეს პრიზები რომლებიც აგერ აქ უკვე სტუდიაში ეს არის თბილისის ცენტრალი ეს არის საავაჭრო ცენტრი სადაც წარმოდგენილია საქართველოში არსებული ტექნიკის ყველა მაღაზია და თუ ტექნიკის ყიდვა გინდა იქ უნდა მიხვიდე ეს პრიზებიც იქიდან არის ეხლა პირობა არის შემდეგ ეს ყველა ნივთი აი აქ რასაც ხედავ ჩაიდანი ტელევიზორი მიკროტალღური ღუმელი ტოსტერი და ტელეფონი და ასე შემდეგ არის შენია მაგრამ არის პირობა გისვავთ შეკითხვას შენ შეძლებს დაგვარად სასაცილოდ გპასუხობ თუ პასუხი მართლაც სასაცილოა ნივთი მიგაქვს თუ სასაცილო არ არის საქმეში ერთვება ბაჩუკი ბაჩუკი უბრალოდ ამ ნივთს დაამტვრევს შენ კარგი გადავდივართ აბა ნახოთ საჯი ვინ არის ასე საჯი მე ვარ აქ სად არის ეგრე დემოკრატია და რაღაცა საქართველოსია და აქ დიქტატურა მაშა სადამე პირველი შეკითხვა ბაჩუკი ხო ხარ მზა სერიოზული გამოცდა მიდიხარ გზაზე მივდივართ შენ მიდიხარ გზაზე რომელიც იყოფა ორად და აი ამ გასაყარზე არის ტრაფარეტი ერთ ხარეს აწერია რომ წახვალ და მოკვდები და მეორე ტრაფარეტზე რა უნდა ეწეროს ისეთი რომ პირველ გზაზე წახვიდე რომ მოკვდე ესე იგი აქეთ გზაზე მიდიხარ და აწერია მოკვდები და ალბათ თავის ქალა იქნება ხო და იქით რა არის
აი კი თუ ცოცხლებია გადაჯვარედინებული. კარდა დარწავალე. კარგი გასაგებია. მიშა რო ქვეყნის მართველად დაბრუნდეს რას იზავ? მიშა რომ დაბრუნდეს ქვეყნის მართველად. ხო. ვერაფერს ვერ ვიზავთ. არა, სასაცილო საქმეში ერთვება ბაჩუკი ძალიან გთხოვ. დათოს ჩაიდანს დამართე ის, რაც არასასაცილო პასუხის პატრონს უნდა დამართოს. აი. შენი ჩაიდანი, შენმა ჩაიდანმა ჩაილურის ჩაიდალია. აი ბაჭი. წარმოიდგინე რომ ტაქსისტი ხარ, საბურთალოზე რამდენად გამიყო? საბურთალოზე. არჩევნებამდე თუ არჩევნების შემდეგ? არჩევნების. ჩავთვალოთ ეხა ეს სასაცილო პასუხად. ამომე რომ ადამიანი არის არასრულფასოვანი არსება. რას დაუმატებდი ადამიანს რომ სრულფასოვანი ყოფილიყო? ვიცი ხა ცოტა რთული კითხვა, ეხა ქრისტე ღმერთი მე არა ვარ სასწაული მოვახდინო იმისი არ იყოს და სამჭუაშვილი კი არა და ზურაბიშვილი ვარ და რა ვქვა ეხა? ეს იყო შენი წვენების საწური, რომელიც ძალიან კარგად მოგემსახურებოდა. შენი წვენის საწურია ეს, რომელსაც ბაჩუკი დამართებს შემდეგ რაღაცას. მიდი ბაჩუკი. და რთული კითხვებია და რა. კარგი. და კიდევ ესეთი შეკითხვა. დებატებში ზის შენთან ძალიან ლამაზი ქალი და გლანძღავს ძალიან. მაგრამ ძალიან ლამაზი ქალია, ძალიან მოგწონს. და აი ეს ქალი გაბრაზებული გეკითხება. რატომ არასრულებ თქვენს დანაპირებს? რას უპასუხებდი? რას უპასუხებდი? არ ვიცი და ვერ გეტყვით. რას ვიფიქრებდი, ვიცი, მაგრამ ასევე ვერ გეტყვი. აი ახლა კარგი. როკის მომღერალი რომ იყო, რომელი ფრაზით დაიწყებოდა შენი სიმღერა? რა ვიცი. დიდხანს გელოდი, ახლა ჩემი დროა. დაჩვევი კაცს. ეს იყო ტოსტერი? არა, ეს სასაცილო არ არის. რატო ეს სასაცილო? როგორ უნდა ტოსტერი? აი, დააფრი. აბა გამკაცო შეგვედო სხვა სიმღერა უნდა გაგახსენდეს, ხა თქვენ გიყურებთ, აგერ ეს გაგახსენდა. სხვა რა უნდა გაფსენებული. არა, ვერაფერი ვერ დაგიმართლა, რა ვქნა ახლა. აჰა, რა ხედავთ რა, კარგი, შეკითხვა კიდევ. 9 წელი ველოდით, ეხლა. კი ბატონო, კარგი. მეფობა რო აღდგეს. ვასაძე იქნება პირველი ვეზირი. შენ ვინ იქნები? აი, ვასაძე როცა პირველი ვეზირი იქნება საქართველოში. ხო. მე ვიქნები ჩინეთის იმპერატორი მაშინ ალბათ. ან იაპონიის. არა, ეხლა აშკარად რა. რა ვიცი. არა. კი. ის დააფრი. ეს დააფრი. ეს იყო მიკრო ტალღური ღუმელი, რომელსაც შენი მიკრო ტალღური ღუმელი ხოთ. დიდი სიგმარისი არ არის. ორგეთვას მოუპასუხეთ. დიდი მადლობა. დანარჩენი ნივთები და ასევე შეუნახო. ესეც დათოსია, კაც. ეგ რაღა. დანარჩენი ნივთები ესეც შენია. ეგ რა თვით. სამაგერო ტელევიზორი, მობილური ტელეფონი, ტოსტერი, თბილისის ცენტრალისგან. დიდი მადლობა, ჩვენი სტუმარი იყო. ჩვენი სტუმარი იყო დათო ზურაბიშვილი.
სოფელი ამ სოფელში მიმდინარეობს ძალიან დაძაბული ორთაბრძოლა. ჯემალა და დემურა ერთმანეთს ერკინებიან და გამანადგურებელი სვლა ჩაიდინეს ორივემ, ჩამოვიდნენ თბილისში და მიიღეს მონაწილეობა ტელეკომპანია იმედის გადაცემაში, რომელსაც ქვია ადრენალინი. ადრენალინის ეს ნაწილი ჩვენს შოუში. მაშასებად იცემულო საზოგადოება მოგესალმებით, ეს არის ადრენალინი იმედზე და ჩვენ დღეს განსაკუთრებული სტუმრები გვყავს ჯემალა და დემური. მზად ხართ დავალების შესასრულებლად? კი ბატონო. სადავარ. თქვენა სადაურის ხიტლაძე ხარ, გენასვარე? სადაურის ხიტლაძე ვარ, სადაური თელაველი ვარ მე. მანანასი ვინახარ შენ? მოიცა ბიჭო, რა მანანა, რა ხიტლაძე ხარ, რა საერთოს გამონახო. არა, მანანასი გიშვილი ვარ. რა შენ მე მოგიდგება შენაც მოდა გამარჯვებია ეგრე. კარგი, შევთანხმდეთ აღარ ვერკვევით არაფერში. მაშასე პირველი დავალება ჩვენი კანდიდატებისთვის, რომლებიც ერთმანეთს შეეჯიბრებიან ძროხის თვალების ჭამაში. რა არის? მაინც არ არის ეს რაც ჩემ ძროხა. ჩემი ძროხა მაინცა. მაშასე პატივცემულო ტელემაყურებლებო. სოფელ ქვემო ღორის ნეხვის გამგებლობის კანდიდატებს მოუწევთ საშინელი მატლების ჭამა. მზად ხართ? აუ. სად არის მატლები? მატლები სად არის? სად არის მატლები? ეს რა არის? მე ბიჭო მეგონა ალაფურშეთი გაიგე და რო გამოვიარე მანდი თუ გაიგე ჩემსო და ავდიქ და შემჭამე რა ისე ვაილი რა გემური იყო. ცოტა დავალება საკმაოდ რთულია. ორივეს 12 წუთის მანძილზე მოგიწევთ აი ამ ჭიქების გამოსვლა. ამ ჭიქებში კი როგორც ჩვენთან მიღებულია ასხია ყავა. აუ ბიჭო. ყურადღება. წავიდა პირველი წუთი. მიდი, კარგია. მიდი შენამაც გააკეთე. არა, ეს არ იქნება, ეს უნდა დაცალო. ბოლომდე უნდა დაცალო. აუ ბიჭო. შემა. აბა, როგორ ახარ? უზედა გადგა. ჩემს უკან თბილისის ზღვა, რომელიც თქვენ ასე ძალიან მოგეწონათ, ბატონო ჯემალა. და ერთმანეთს შეეჯიბრებით ყვინთვაში. ბატონო ჯემალა, მზად ხართ? ყურადღება! რამდენი ხანი ძლებს ადამიანი ესე? 20 წამი ძლებს მომზადებელი ადამიანი. 20 წამი. უთუმეტეს ესე მძიმე ცივწყალში. გავიდა 20. ეხლა 30. 40 წამია. აუ მაგდენსა რა გაძლებს ბიჭო იყო ხინა. რამდენი ხანს ძლებს ის ადამიანი? ყველას დიდხანს, რამდენი ხანს? 2 წუთი ახევარი მაქსიმუმ. 2 წუთი ახევარი. ჯემალა, მიდი. გაუძელი. ბიჭო, 3 წუთი ახევარია უბედა. შვერია რა გიდა. ბიჭო, მაშველები, მიდი ჩაგვიდეთ ეს დახტება. ისა ბიჭო, იქნება სოფლიო რეკორდი. მაშველები, დროზე. ეგრე მაშველები რა უბედურებაა ბიჭო, აცადეთ კაცა რა იყო, რა მოგინა. და კაზანტიპის პრეზიდენტი ნიკიტა რეკლამის შემდეგ. ტელეკომპანია იმედის დილის გადაცემაში არის ყველაზე მძიმე კონკურსი, მძიმე რუბრიკა. პუტკუნ შოუ, რა ხდება, ესე იგი, რამოდენიმე მოქალაქე ჩვენი პუტკუნა, მძიმე წონიანი, შეკრებილია ერთ სახლში და რეალიტი შოუს ფორმატში ისინი ცდილობენ რომ დაიგდონ კილოგრამები. ჩვენი საყვარელი პუტკუნები შალვა რამიშვილის შოუში, გთხოვთ? არაფერს აჭმევ იმ კაცს პირველი შეგეთხა.
სულ იმაში მიდის, რა ქვია, შემოქმედებაში. თან ჩვენ ვატარებთ იმას, რა ქვია, ცდას ახლა, გამოცდას ჩვენი დეკორაციის. რამდენს გაუძლებს? არა, ეგრე არა, ახლა რეზონანსში არ უნდა მოვიდეს. ესე იგი, თქვენი მთავარი გამოწვევა ის არის, რომ დაახლოებით 1 თვის მანძილზე და შეიძლება უფრო დიდხანსაც მოგიწიოთ, თქვენ საკვებს არ მიირთმევთ, ხო? აი ისეც, როგორიც გიყვარდათ ადრე, ხო? აჰა, თვალებში გეტყობათ კიდევ. ესე იგი, რამდენი ხანი არ გიჭამიათ, მაგალითად ხორცი, შემწვარი ხორცი, ამპური. შემწვარი ხორცი თითქმის 1 თვე არ გიჭამია. არ და გიყვართ, ხო? ძალიან. მალხა შენ რა გიყვარს ყველაზე ძალიან? ეგ შეკითხვა? ხო. შევეკითხე რა არ მიყვარს შალვა. ხო, ნუ აი მიყვარს. აი მაგალითად რა? რას იჭმევ ყველაფერი? კი ბატონო, გასაგებია თან ამას ერთთვიანი ესეთი პაუზაც ემატება. თქვენი არ ვიცი, მაგრამ მე ცოტა მომშივდა და ისე გავაგზავნოთ საუბარი, რომ თქვენ დაგელაპარაკებით და თუ შეიძლება ხო, რითი არის განპირობებული თქვენი შოუში მოხვედრა? ანუ რამდენი კილოგრამი ბრძანდებით თითოეული თქვენთაგან? მალხას ხო, დაიწყე შენ. მე სასწორი შალვა, ჩვენც რომ მოგშვიდა, მაიტამა ხო? ჩვენ ჭამის დრო გვაქვს, ახლა შალვას ვენაცვალეთ. არა, უკაცრავად, დიდი ბოდიში, ჭამის დრო კი გაქვთ, მაგრამ ჩვენი საჭმელი. თქვენი საჭმელი კი ბატონო. მოიტავა, გამოუქიმო. ბოდიში ვიხდი, მაგრამ ეს უნდა დავაზრო ჯიბიდან. მიგასე ჩალვა? კარგი, დაიწყეთ თქვენი და მე ჩემი. ეს შეიძლება ცოტა იქით გადაინაცვლო. აი ბიჭი ვარ და ამას პირდაპირ ვერ შეჭამ, გვერდულად შევჭამ რა. კარგი, ესე იგი რამდენი კილო ხარ მალხას? თუ შეიძლება გეთაყვა კოტლეტებით თუ შეიძლება. გაგიცვლი შენ შემოგევლე კოტლეტი. გააგზავნეთ, მალხას რამდენი კილო ხარ? ვიხავი. ჯანდაბა ჩემი დიეტა. ხო, ესე იგი რამდენი კილო ხარ? უი შენ გნახი გასუქებული შალვა მე, ჰა? შალვა სული მაინც მიხსენ. მეგონ ჩაიშალა შოუ, არა? როგორ იწყება თქვენი დღე? რა ხდება დღის განმავლობაში? დილას ბალახს აღამს ბალახის და შუადღეს იცი. ვიდი მახო გამიდე. ბალახიო ამბობ თქვენ, ხო ეს? მომეს ერთსალ ჩუმად რო არ დამინახნეს. ჩალო. აკეიდე, გაგაჯარიმებე. კარგი, მოკლედ ჩაიშალა გადაცემა და უნდა გადავიდეთ ძალიან სწრაფ და მოკლე შეკითხვებზე. მალხას, შენ რაიმე კურიოზს ხომ არ გაიხსენებდი პირდაპირ ძალიან კურიოზების პეტი რა მაგ შეკ. მაგალითად, ის კაი პერიოდი გახსოვს ალბათ ხო შალვა ეს ყველანაირი პერიოდი მახსოვს ჩემო მალხას, ყველანაირი. ძიმე პერიოდიც მახსოვს, კაი კატლეტია სხვათა შორის. ისეთი ახია რაღაც ხო, მე ამაზე ძიმე პერიოდი ჯერ არ ქონია ჩვენ, მაგრამ იყო მაინც ლისის ტბაზე ვართ ბიჭების საბანაოდ ლისის ტბაზე. ეს ის რო იყო წყალდიდობა დიდი, ხო? ნებად მოვიდა წყალი, ახსოვს გამ ძალიან ძიმე პერიოდი. მე კაი პერიოდია, კაი გოგოების ვრეობენ და ნუ მე ჩასული ვიყავ ის გოგოები რომ ჩამოვიდნენ. ხო, წყალში მოვიდა, წყალში ვარ. ეხლა წყალში რომ ნახავს ვინმე. ეხლა სახეზე არ ვარ ძალიან ესე დიდი, ხო? იფიქრებს ვინმე რომ წყლიდან ამხელა ის ამოვა დელფინი გას, ხო? დელფინი კიდე ხო ზვიგენი ჯობია და შევცურდით, გავიცანით დავით ახმედ ქალაქის დათვალიერებაზე, ექსკურსიაზე. Пошли девочка в лес, город покажу, ეგეთი რაღაცა. ამოვედი, უნდა გავიმშრალო. იმშრალებ. გევიხედო, ჩავიცი, გევიხე სადა რა? აღარც ქალია, აღარც კაცია, აღარც. თუ დამინახე სამხელაგაცი იფიქრეს, ვაი, ჩვენ ყავსო და ეს ჩვენს თბილ მოგონებებს გაუმარჯოს მეგობრებო. გაგიმარჯოს, ჩემო შალვა. შენ გნახე ჩვენ შოუში მეორე ტურში. თვითონ ის სახლი, ძალიან კარგი სახლია. მაგრამ როგორია აი გრაფიკი, დღის გრაფიკი, რას აკეთებთ, აი როდის გძინავთ, როდის ფხიზლობთ, რას აკეთებთ? აი საღამოობით ვიძინებთ 11 საათზე, მაგრამ ვიძინებთ პირობითად მე ვიძინებთ. ესენი ვერ იძინებენ, იმიტომ რომ მე იმ ხელას ხრინავ. მართლა? კი ბატონო, ჩვენზე მოცხოვრობს გიგი უგულავა და მეშინია ღამე არ ჩამოგვივარდეს. შეწუხებული ყავს. მე რო ჩამოვარდება დიეტაზე კითხავ პირდაპირ, არა? მრავალმხრივი ნიჭით ხართ დაჯილდოვებული.
ბევრი თქვენგანი ცეკვის, სიმღერის, მახაზი მღერის და მახაზმა დაწერა ტექსტი, შენი ტექსტია, რომელსაც ახლა ვესწრებით რომ ტაში. ხაჭაპურსაც შევექცევით დილიდან ვერავინ ვერ გამომგლიჭავს პირიდან რაც შევჭამე ახლა ვიზღვევ ცხვირიდან დიეტას დავიწყებ კვირიდან მე ვარ ერთი სიდა სულ საჭმელი მინდა ღვინო არის მინდა ჩვენ საჭმელი გვინდა თენდება და ძმა ბიჭები ეს იყვნენ ჩვენი პუტკუნები, კარგად გაგზავნებოდეთ, დიდი მადლობა. ჩვენი გადაცემის შემდეგი სტუმარია, ძვირფასო ტელემაყურებლებო, ერთი ძალიან საინტერესო რესპუბლიკის პრეზიდენტი, ნიკიტა პირველი, კაზანტიპის რესპუბლიკის პრეზიდენტი, რომელიც ჩამოვიდა და ანაკლიაში რაღაც ძალიან მაგარს აკეთებს. მაშასე ნიკიტა პირველი. გამარჯობა. Найтправлюсь гамарджоба. Если что, русул энაზე вилапаракет, мы будем говорить по-русски. Извините, да, мы будем говорить по-русски. Не надо извиняться, переведем, что не понравится, вырежем. Я вообще предлагаю считать это первым официальным саммитом G2. G2. Да, ты уполномочен представлять республику? Да, республику Шалва-Рамишвили. Вот. Я очень серьезный человек. Ну, тогда будем считать это встречей на высшем уровне. Отлично. Давайте обсудим что-нибудь. Что-нибудь. Хорошие вещи. Давайте. Что будет происходить? Мне мой протокол строжайше запретил называть ваши действия фестивалем. То есть, если я это скажу, мне сказали, что вы очень обидитесь. Мамой клянусь, что это не фестиваль. Не фестиваль, нет, да. Нет. А что это такое? Клянусь, мамой. Это республика, и это независимое, маленькое независимое государство, которое по Конституции имеет право перемещаться в пространстве. Я услышал, что грузинский народ самый гостеприимный в мире и принял приглашение. Это неправда? Да, это правда, правда. Вот. Я гость. Да. Что будет? Какова вообще философия этой страны? Цилиндр можете снять, уже протокольная часть кончилась. Ну, есть какие-то заботы, среднестатистические заботы. То есть негде, то есть мало мест, где можно развлечься. У нас мало мест? Нет, у нас в Грузии, да. Ну, я думаю, что да, теперь у вас будет где развлечься. Да. Отлично. Да, хорошо. То есть вы рассматриваете какие-то позитивные моменты от нашего сотрудничества, да? Да, да, да. Что отсюда можно выудить? Ну, я думаю, что большая польза экономики, во-первых. Мы многонациональное государство, мы объединяем 106 национальностей, можете представить, 106. И все они готовы сюда приехать и... Что нужно сделать, чтобы стать гражданином страны Газантип? Ну, наверное, ничего особенного не надо. Надо, наверное, достаточно купить визу и прочитать Конституцию, выучить Уголовный кодекс, быть готовым, Конституцию ничего кто не написал? делать, быть готовым ничего кто не делать. Кто написал Конституцию? Конечно, я. У нас был такой один, да, тоже писал Конституцию.
Кстати, плохо кончил. Я не думаю, что... Не, я нормально. Я 20 лет, уже 20. Ну это можно, да, конечно. А теперь про дело. Говорили, что в эту республику энное количество что вы имеете в виду? Украинских девушек приедут. Да. И это главная новость в Грузии. И главный вдохновитель, главный возбудитель интереса. Да, хорошо, да. И сколько их набралось? Ну, их набралось где-то 17 тысяч. Ну. Как вы собираетесь управляться с этим? Управлять? Да. Это же, я не знаю, ураган будет. Ну, мы всегда за смелые эксперименты. Давайте... Обсудим. Да, это обсудим. Но все будет согласно Конституции. Понимаете, у нас вот до свадьбы все равно нельзя. Ты знаешь? У нас тоже, да. Вот, нельзя. До свадьбы у нас тоже, да. Не думайте, до свадьбы нельзя. Нет. У нас тоже так, но это не проблема. Свадьбы совершаются... Значит, вам нужно открыть очень много ЗАГСов. Там где-то 100 ЗАГСов, 150. Это хороший бизнес, кстати. Ну, бизнес в государстве – это вообще самый лучший бизнес. Вот так, если рассматривать это, да, я согласен. Хорошо. А как вот музыкальная часть, чуть не сказал фестиваля, музыкальная часть республики, вот какова она, какова ее роль? Потому что у нас вот музыкант Давид Порчхидзе, вот он сидит. Он очень сильный музыкант. Вот на меня могут обидеться все музыканты мира, но музыка на Казантипе совершенно неважная вещь. А значит, он тоже может сыграть, да? Там? Ну, гипотетически да. Если это не важно, то можно... Вот смотрите, если, например, мы выключим звук на один день, вот никто, настоящий гражданин республики, никуда не уйдет. И ну, это у них как доказательство того, что мы не фестиваль. Хочешь, мы это позволим? На открытии выключим звук, например. На сколько ты? Ну, на сутки, например. Ну, наши не потерпят. Ну, нет. За наших я в ответе. Они будут кричать какие-то... Ну, а они же... 17 тысяч. Да. А что он намек понял? Что происходит? Вот что будет происходить в анаклийском казантипском государстве? Я бы занялся сравнением. Вот мне кажется, что бы мы привнесли вот, со своим приходом. Я уверен, что великий грузинский народ стал бы улыбаться чаще и шире, например, правда же? Если зубы позволят. Наверное, да. Возможно, мы научили их правильно танцевать, это тоже большая польза, правильно? Вы умеете танцевать? Ты умеешь танцевать тоже? Что, какие танцы? Ты покажешь? Ну, какие танцы? Давай, покажи, пожалуйста, как ты умеешь танцевать? Знаете правильно, что? Например, я в республике, да? Да, например, танцуй вот просто, танцуй. Без девушки не могу. Помогите ему, помогите. Слушайте, я танцую только под музыку, которая мне нравится. А какая музыка нравится? Ну, что-нибудь актуальное, более актуальное. Какое? Ну, пойдем сегодня вечером, сходим куда-нибудь и потанцуем. Есть такие места? Да. Ჩვენი სტუმარი იყო Республика Казантипის президенты Никита I. Большое спасибо! ამით თავდება ჩვენი გადაცემა. შალვა რამიშვილის შოუ მომავალ შაბათამდე გემშვიდობა. მე კი მივდივარ იმედს უნდა ჩაუჯდე, ადრენალინი იწყება. It's not your situation, I just need contemplation over you. I'm not so systematic, it's just a morning addict for your love. I'm the only one